ყველას მოგესალმებით, თქვენთან არის გიორგი. ესე იგი, კომენტარებიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად ერთ-ერთ კომენტარმა მიიპყრო ყურადღება. რა თქმა უნდა, შეურაცხყოფელი და გინებები და ეგეთი რაღაცები სადაც არის, ეს თვითონ ამაქვს დაყენებული YouTube-ზე, რომ წაიშალოს, არა მარტო ჩემი მიმართულებით, საერთოდ გინებას არ მივესალმები. და იქ ადამიანმა ესეთი კომენტარი დამიწერა. სტიქაროსნობასთან დაკავშირებით, ანუ მე ვთქვი, რომ სტიქაროსანი, მე დაუწერე კომენტარში, რომ სტიქაროსანი მე გავხდი ახლობლობით მეთქი და ეხა აუხსნი ამ ადამიანს და კიდე სხვასაც, რომ რაღაცა ისე არ იფიქროთ, რომ სტიქაროსანი, თქვათ, დიაკონი, მღვდელი ან ეპისკოპოსი აუცილებლად, მაგალითად, ღვთის ჩარევით ხდება ეს ყველაფერი, სხვანაირად არ ხდება რა და მე მაგალითად სტიქაროსანი პირველად სტიქარი ჩავიცვი, საერთოდ მღვდელი იყო ჩვენი ოჯახის ახლობელი. და ახლობლობის ვარიანტში საერთოდ არც ვიცოდი ეკლესიური მსახურება და ისიც, აი ესე უბრალოდ გამოსაჩენად ჩამაცვეს სტიქარი და ესე მსახურობდი. ხო, ანუ მე მსახურობდი მღვდელს ის საცეცხლური მომაწოდე, იქ ის ეპისკოპოსია მოსატანი და ასე შემდეგ. ეხლა რაღაც განსაკუთრებულობა და ის რო არა ვთქვათ, რომ ეხლა მე აი პირადად ხო, იმან მთავარანგელოზმა მიქაელმა გამომირჩია, რომ მე თუ არ ვიყავი ახლა სტიქაროსნად, სხვანაირად ეკლესიის კარიც არ გაიღებოდა. მასე რო არ იყოს, არ მინდა რომ ამ ადამიანმა იფიქროს რაღაც თავისი აზრით, გასაგებია ბატონო, მას თუ გულში აქვს ისეთი მოწიწება, რომ სტიქაროსანსაც რო ხედავს, მას თulis რო ღვთისგან არის გამორჩეული. მაგალითად ეკლესიაში ასეთი კუთხით რო წავიდეთ, არსებობს სიმონიის ცოდვა, სიმონია. მარგარიტა სიმონიანი კი არა, ისიც ცოდვაა ცალკე, მაგრამ სიმონია. ეს იმას ნიშნავს, რომ ფულით, ანგარებით, როდესაც ეკლესიაში ეპისკოპოსი მაგალითად გაკურთხებს შენ. არსებობენ ეპისკოპოსები სიმონიის ცოდვა იხილებოდა ასევე იმით, რომ ფული აიღეს და ისე გაყიდეს, რა ქვია იმას, სასულიერო პირობის ხარისხი. და ეს ჯულის კანონში წერია და მითითებული არის ბატონო, რომ მსგავსი ფაქტებს ვინც ჩაიდენს ის მღვდელთავარი, გასაგდები არის ეკლესიიდან ბატონო. საქართველოშიც მაგალითად ჩვენ მაინც ყოფილი საბჭოთა ქვეყანა რო ვართ, ახლობლობით და აი ამ რაღაცა საქმეების იმით, რა ქვია, დალაგებით და ჩაწყობით, რამდენი ვიცი რომ სასულიერო პირი გახდა. iPhone-ის მაგალითად ახალი iPhone-ი ბიჭები ორი ტიპი იყო, იმას დიაკნობაზე და მგლობაზე იწეოდნენ რა და ჩვეულებრივი სტიქაროსნობიდან ბატონო, ერთ-ერთ სასულიერო პირს iPhone-ები მიუტანეს საჩუქრად, ახალ-ახალი iPhone-ები და იმან მერე კომისიაზე ჩაიმასახლა რა. ჩაერია და უთხრა რომ ეს ორი ადამიანი მიკურთხეთო ახლა. იმ კომისიას კი არ უთხრა iPhone-ები მაჩუქეს მეო. აი დაახასიათა რომ კარგი ადამიანი არის და რაღაცა რა. ეს იმ სასულიერო პირის ნამუზე იყოს და. ეხა კიდე ერთი ის ამაქვს ნათქვამი, ერთი თემაც მინდა ვთქვა უბრალოდ რომ არის ესეთი მღვდელი, ქაშვეთის ეკლესიაში მსახურობს დეკანოზი ელიზბარ ოდიშვილი. უფრო ფულისბარი არის ეგ ვიდრეული, ისა რა ქვია, ელიზბარი, იმიტომ რომ ეს კაცი არის ფულთან ასოცირდება რა, პირდაპირ. ეს თვითონ ეკლესიის შიგნით ვინც არის, იმათმაც ძალიან კარგად იციან. თქვა თავისი რაღაცა აზრების გამონათქვამების კიდე, რომელიც მაგალითად შეიძლება ძალიან ბილწი ხუმრობები იყოს. ამ კაცს ჩემ თვალწინ აღსარებაც კი აქვს გაცემული. ანუ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. არა, ეგ აღსარებას იბარებდა ხალისგან, ბატონო. მე ვიდექი ველოდებოდი ჩემ მოძღვარს, რომ მე აღსარება მეთქვა. ეს ქალი მოტრიალდა და გავიდა. რა თქმა უნდა, ეს ქალი დავინახე, იმიტომ რომ ჩემ წინ იდგა სამკვეთლოს ხარეს სხვათა შორის და ეს ელიზბარი მომტრიალდა და მე მეუნება. ეხა ეს წავაო, ქმარს უღალატებსო, იქო იგულავებსო და მე მოდის ჩემთანო და მეო აქო ისო, ცოდვები უნდა მიუტევო რა და კი არ გავნადგურდი. აი გაშტერებული უყურებდი, რომ ეს კაცი როგორ მეუნება აღსარებას, კაცო, რატო გათხოვს აღსარებას. და ეს კაცი ეკლესიიდან გასაშვები არის ამის გამო, იმიტომ რომ აღსარების საიდუმლოს გაცემა მღვდელს არ აქვს ამის უფლება. ხო და ეს კაცი ესე რა პირდაპირ ჰარი ჰარალოზე და თან ყველაზე მთავარს რას აკეთებს ახლა. სანამ აღსარებების ჩაბარებას და იმას დაიწყებს, რაღაცა ლოცვების წაკითხვას. ჯიბიდან ფულს ამოიღებს, ანალოგიაზე დადებს, რომ შემდეგი მომსვლელი რო ნახავს ამ ყველაფერს, იცოდეს რომ ფული უნდა ამოიღოს და უნდა დადოს. და მისი ტაქტიკური გათვლაც არის, სხვათა შორის, მე მგონი მთელი მსოფლიოს ეკლესიები რომ მოვიაროთ და სტიქაროსნები დავთვალოთ. სხვათა შორის აი ეს იპოდიაკნების მიმართულება არის რუსეთის ეკლესიაში ძალიან ბევრი არიან. თითქმის ყველა ეპისკოპოსი იქ ტელეფონის დამჭერი, სათვალის დამჭერი, იმის ხელის, იმის თითის, თვალის, ყველაფერს უჭერენ იქ რა.
ხო და აი იმასაც რო შევადარ ელიზბარს რო ყავს სტიქაროსნები მე მგონი არავის არ ეყოლება ეხა არ ვიცი რამდენი ყავს მაგრამ მე რო დავდიოდი ბატონო ეკლესიაში მაშინ მას ყავდა ძალიან ბევრი სტიქაროსნები და ეს იყო მისი ტაქტიკური გათვლა რა თქმა უნდა მშობელი მოვიდა აღსარება ჩააბარა იქ ფული დაუდო იმაზე ანალოგიაზე და მე რა ხდება ეხა მშობელი რო დააბაზდა ატაროს ტაძარში და რა თქმა უნდა განა იმიტომ რომ მაგ სტიქაროსანს რამეს ასწავლის ის და რაიმე სახარებას განუმარტავს ან რაღაცა ცხოვრების რაღაცა მიმართულებაზე ან დაეხმარება ან დაბალ პროცენტში ფულს ასესხებს ფულის გაპროცენტებასაც უბერავს ეგ რა ასესხებს ხოლმე ხალხს და მე პროცენტებს უხდიან და ეს არის დაბმის ტაქტიკა რომ შენი შვილი რახან სტიქაროსანია და შენ იცი რომ სტიქაროსანი შაბათ-კვირას ყოველთვის უნდა მივიდეს რა თქმა უნდა იმ ბავშვს მარტო ხო არ გამოუშვებ მშობელიც უნდა მიყვეს ხო და всё მორჩა რა ეს არის ბიზნეს პლანი აი ხო პლანი ვახსენე და რუსული სიტყვა მაპატიეთ ბარბარიზმისთვის ბიზნეს გეგმა არის ეს ბატონო ბიზნეს გეგმა არის რომლითაც ეს გათვლა არის რომ მას მოყავს ადამიანი ტაძარში ეხა იცის რომ ეს ადამიანი 100%-ით ჩვენ ყოველთვის წოდებს ჩავდივართ აი ყოველ წამს ну თუ ყოველ წამს ზოგი ყოველ წუთს ზოგი ყოველ საათში ეხა განვითარებების იმაზე არის რა ეტაპებზე მან შეჯიბრება რა და აი ამიტომ ამბობ რომ ელიზბარს და კიდე არიან ესეთი სასულიერო პირები ვინც სტიქარს და რაღაც ეკლესიასთან რო ახლოს მოიზიდოს ადამიანი მსგავს რაღაცებს იყენებენ ხო და ამიტომ ამ ადამიანს მინდა უთხრა რომ არ ჩათვალოს ისე რომ რახან სტიქაროსანი არის ადამიანი აი ღვთის გამორჩევით და არავითარი ღვთის გამორჩევით ჩემი სტიქაროსნობა არ ყოფილა ბატონო პირველად ვამბობ რომ ახლობლობით ჩამაცვეს სტიქარი მეთქი და მეორე იმაზე რა ქვია მეორე მეც კიდე რამოდენიმე ტაძარში მსახურობდი სტიქაროსნად იქაც ახლობლობით და მე უკვე იყო რომ აღსარებიდან გამომდინარე რომ არ ვიყავი ყირაზე გადასული და იმაზე რა ქვია არ ვიყავი ღობეგლეჯიაშვილი შემიშვეს ხო ბატონო და სტიქაროსნად მსახურობდი ბატონო იმას არ ვიტყვი ახლა რაღაცა სასწაულის ვიყავი და რაღაცა არა ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი მაგრამ ყოველთვის ვეძებდი ჩემ თავს ვინა ვარ და დღემდე ვაგრძელებ რომ აი რატო დავიბადე რატო გავშდი რა მინდა ამ ქვეყანაზე საერთოდ აი ამას ვიმაშვები ფიქრობ ხო და თქვენს კიდე ხო მე რო არ იყოს ლაპარაკი რომ შტოს ძეს პრეზაშლო ან ისა what here happened ან რაღაცა ეგეთი ხო აი რაღაც ეგეთი რო არ იყოს ამიტომ გეუბნებით რა ძალიან ნუ გაიგიჟებ თავს და ყველაფერს ნუ ჩათვლით რომ აი კარბურატორია ისიც ღვთის იმით არის გაკეთებული რა არ გინდათ დამშვიდდით დაწყნარდით და ეკლესიის ხალხს და საერთოდ თუ გინდა ღვთისმსახურებსაც ნუ უყურებთ ისეთი ფეტიშით რომ ეს ხალხი არის პირდაპირ აი ვინა ზეციდან ჩამოსული არ მოიტყუოთ თავი რა თქმა უნდა ამასაც გეუნებით და წამდეთ ღმერთი კაცო ვინ გეუნება იმას ხო არ გეუნები მე რომ აუ არ მიხვიდე და არ ეზიარო და აღსარება არ უთხრა და კარგად დააკვირდი ვინ არის ეს ადამიანი და მე მიდი ბატონო რაც გინდა ისქენი კაცო თუ გინდა თუ მოგცეს საშუალება ეზიარე ბატონო აღსარებას თუ გინდა თქვი და რავი ილოცე რამდენი ხანიც გინდა ბატონო ოღონდ თავარია დეგრადირების მხარეს არ წახვიდე და ფსიქიკურად არ აიშალო ხო და დანარჩენი კიდე იცხოვრე კაცო მე ვამბობ ამ ინფორმაციას განა იმიტომ რომ აი ეს ეკლესიის კარი უნდა დავკეტო და ვებრძვი ქრისტიანობას არ ვებძი სიჯანსაღე უნდა იყოს და არა მარტო ქრისტიანობაზე მოვიდა სხვა იმაზეც შემილია თქვა სხვა რაღაც დაწესებულებაზე ან თქვა სპორტზე ან ჰიპ-ჰოპზე მაგალითად მრავალხრივ უნდა განვითარდე და უნდა ხედავდე რა რაც მე მომწონს აი იმას ჭირკედელაობ და ჩოთირობ რა ხო და სხვა დანარჩენზე კიდე რა ვიცი ხა ძალიან რო არ გამიგზელდეს ლაპარაკი ამ ადამიანს კიდე ერთხელ გამომეორებ რომ ნუ თulis რო გინდღდელი გინდ ეპისკოპოსი დიაკვანი და სტიქაროსანი და მე დავითნეც და სანთლის გამყიდველიც თუ გინდა ხო ეს არ არის იმ რაღაცა ღვთის იმით დაშვებული და რაღაცა ისა სიმონის ცოდვაზე წაიკითხეთ ბატონო არსებობს ეს ცოდვა ეკლესიაში სადაც ანგარებით და ფულით ხდება სასულიერო პირების კურთხევა ხო და ამიტომ არ იმასახნათ რა რაღაც ძალიან განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიაჩნიჭოთ ეხა იმიტომ რომ მე ბევრ სასულიერო პირს სხვათა შორის თავში აუვარდა მსგავსი გაფეტიშება რა და მე უკვე ჭყვასაც გვასწავლიან და შეიძლება ხელების ქნევაც დაგვიწყონ ბატონო კარგ დღეს გისურვებთ სხვათა შორის მარხვა დაიწყო და მარხვასთან დაკავშირებითაც ჩავწერ ვიდეოს ბატონო და თუ გინდათ კიდე 10 საუკეთესო რეცეპტ სამარხოს საჭმელების თუ გინდათ პირადად გამოგიგზავნით ბატონო აბა კარგ დღეს გისურვებთ და რავი გიყვარდეთ ერთმანეთი